რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს სტალინმა აჩუქა. გავარკვიოთ, სიმართლეა თუ არა ეს. ეს მითი თვით ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა 2019 წელს, გავრილოვის ღამის შემდეგ საქართველოს ისტორიის შესახებ ცლად რომ ისაუბრა მაშინ. სინამდვილეში, როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი საქართველოს უდავო ტერიტორია თავად რუსეთმა 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თავადვე აღიარა. ამავე ხელშეკრულებით, რომელსაც რუსეთის მხრიდან ხელი საგარეო კომისიის მოადგილე ლევ კარახანმა, საქართველოს მხრიდან კი დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგორ ულურატაძემ მოაწერა, საქართველოს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ფსოუსა და კავკასიონის ქედზე დადგინდა. ეს ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა 1921 წლის 11-12 თებერვალს დაარღვია, რა თქმა უნდა პუტინს არ გახსენებია. მეორე მითის თანახმად, ამ ხელშეკრულების შედეგად კომპარტიის ლეგალიზაციამ დაღუპა დამოუკიდებელი საქართველოს და შემდგომი ოკუპაცია განაპირობა. სინამდვილეში ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რადგანაც კომპარტიამ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქმიანობა არ შეაჩერა, კომუნისტების დიდი ნაწილი ციხეში შეაბრუნეს ან ქვეყნიდან გააძევეს. მათ შორის იყო ახალგაზრდა ბოლშევიკი ლავრენტი ბერია, რომელიც რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის იყო დაპატიმრებული. 1920 წლის ბოლოსთვის მეკიკედიას ხელმძღვანელობით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმმა ან უშრობის სამსახურმა ბოლშევიკური ორგანიზაცია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად გაანეიტრალა. 1922 წელს უკვე ოკუპაციისას ლენინის სახელს დაწერილ საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საისტორიო არქივის სტალინის ფონდში ინახება, ქართველი ბოლშევიკების ლიდერი ფილიპე მახარაძე ამბობს, რომ 7 მაისის ხელშეკრულება პარტიისთვის დარტყმა იყო, რადგანაც ლეგალურ პირობებში მას მუშაობა უჭირდა, ანუ დემოკრატიულ პარტიას კონკურენციას ვერ უწევდა. მახარაძე ასევე აღნიშნავდა, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის საქართველოს შემოჭრა საქართველოს შიგნით მყოფი ბოლშევიკებისთვის სრული მოულოდნელობა იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი თავად იოსებ სტალინი იყო. არაერთი წყაროს, მათ შორის საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებლის დავით საღირაშვილის მემუარების თანახმად, სტალინი საქართველოს აღიარების საერთო წინააღმდეგი იყო და მის გასაბჭოებას უკვე 1920 წელს იმედოვნებდა, როცა ახლად ოკუპირებული აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში მე-11 წითელი არმია პირველად შემოიჭრა. თუმცა ოკუპაციის ეს მცდელობა საქართველოს შეერღლულმა ძალებმა და მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ ჩაშალეს.